ჩვენ ყოველ ზაფხულს გიყვებით იმ საოცარი ადგილების შესახებ, იმ დოლათის შესახებ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ხელით და შრომით ქმნიან. მამა პაპისეულ მიწაზე ზოგი არც კი უბრალოდ სოფელში მიდის, ლამას ადგილს აეძებს, მოკლედ. ამ ბოლო დროს ძალიან მოდურია თემა სოფელში დაბრუნების ირგვლივ და ამჯერად ვარ რაჭაში. და რაჭაში დავამთხვეთ ჩემი დაბადების დღე. იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მე დედა რაჭველი მყავდა შქმერელი და მთელი ბავშვობა გავიზარდე ამ დაჯერებით რომ რაჭაზე ლამაზი ადგილი არ არსებობს. რომ ხიხამთა, ხო სწორად ვამბობ, რომ მსგავსი მთა არ არსებობს. დაჯიყვებოდა ცხენებზე როგორ ჯირითობდა, ყვავილებს როგორ წყვეტდა, რომ შქმერზე ლამაზი ადგილი არსებობს. აი რაღაცნაირად რაჭველები სხვათა შორის მეგრელებზე უფრო მეტად ამ თავის მიწა-წყალზე თავის ადგილს სულ იცავენ და სულ არიან იმის წარმოდგენაში, რომ ასეთი ადგილი სხვაგან არ არის. თითქოს ხო უფრო მეგრელები მგონია ეგეთ, მაგრამ არა, სინამდვილეში შეიძლება რაჭველები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ სამყაროში ყველაზე ლამაზი სწორედ რაჭაა. და ამიტომ რაღაცა იმდენად მახსოვდა ეს ბავშვები და რაღაც უფრო ასაკს უახლოვდები, რაღაც გარკვეულ ასაკს, ეს ნოსტალგია მშობლის და რაღაცა მოგონებების გაცილებით უფრო მეტად მძაფრდება და დაჯის ეს მოგონება გამძაფრდა და გუშინ ღამით რომ ჩამოვიარე შქმერის გზა, რაღაცნაირად თითქოს დაჯისთან უფრო მეტად ახლოს ვიყავი. მოკლედ, რაჭაში მოგზაურობა გადავწყვიტე და მე უნდა განახოთ ის ადგილები, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ ბევრი არ იცით, ან იცით, მაგრამ მე მგონია რომ არ იცით, იმიტომ მე არ ვიცოდი ერთ-ერთი მათგანი და მოკლედ ვიწყებთ მოგზაურობას რაჭაში. და კოკა-კოლა დალიეთ. ამას რა თქმა უნდა კოკა-კოლა რო უნდა დალიეთ, ამას ისეც აკეთებ თუ ჩემ. როგორ ხარ? კიდევ ერთხელ. გილოცავ კიდევ ერთხელ. ბაიმე, რა სოფელია. ეხა მიხვდით ხო რა მომიყვანა ამ სიმაღლეზე? ბაიმე, ის რომელი ეკლესიაა? ეს არის ხოტევის მთავარანგელოზი. თამარ, შენი ამბავი იმიტომ არის საინტერესო, მივესალმო. გამარჯობა. რომ შენს ფესვებს კი არა, შენი მეუღლის ფესვებთან ფესვების რაღაცნაირი სხვა დატვირთვაზე სხვა შინაარსის მიცემის სურვილია. საიდან ხარ შენ თვითონ? სამეგრელოდან. ანუ, ნახე როგორი სწორი პარალელი გავავლე ამ გადაცემაში. მეგრელმა გოგომ გადაწყვიტა რომ სამეგრელოში კი არა, რაჭაში გააკეთო ეს სამოთხე და რატო? პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ რაღაცა მინდოდა რომ ჩემი შვილი თავის სამეგრელოსთან სულ აქვს შეხება და დაბადებიდან ყველა ზაფხულს თითქმის სამეგრელოში ვატარებდით, მაგრამ ვიცოდით რომ ფესვები ანუ ამ გვარის მოდის ამ კუთხიდან, მაგრამ ესეთი პირდაპირ შეხება არ გქონდა. ანუ აქ არ გაზრდილა მეუღლე. არა. ანუ ეს სახლი უბრალოდ მოგეწონეთ და იყიდეთ. არც მეუღლის მამა, არც მეუღლის ბაბუა, ჩემი მეუღლის გვარი ბოლოს ფიქსირდება რაჭაში 300 წლის წინ. ანუ აბრუნებს გვარს რაჭაში. რა გვარია? გვარის მცხეთაძე და რატომღაც ყველას გონია რომ არის მცხეთასთან კავშირში, მაგრამ სინამდვილეში რაჭასთან. ხო, ოღონდ ესე მარტივად არ მოსულა ეს გადაწყვეტილება, სანამ ამ სახლს ვიყიდით ძალიან დიდხანს, რამოდენიმე თვის განმავლობაში დავდიოდი რაჭის მასშტაბით. ყველა სოფელი მოვიარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ვიყავი ყველა სოფელში, ყველა სანახშოზე, ყველა სახლი ვნახე თუ კი სადმე რამე შეძენა შეიძლებოდა და აქ რომ მოვედი არ ვიცი როგორ ვთქვა დამიძახა ამ სახლმა და აქაურებამ. ჩემთვის ანუ აქ ბევრი რაღაც არის გაერთიანებული. ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან რაღაცა ფრაგმენტები სამეგრელოდან, რაღაც ფრაგმენტები აფხაზეთიდან და ეს რაღაცა იმპულსები მოდიოდა. ანუ თითქოს ესეთ შეგრძნება მქონდა, რომ ამ ადგილას ნამყოფი ვარ, მაგრამ პირველად ვიყავით ლუხში. საოცარი სახლია მართლა. ცოტა საშიში იყო სახლში შესვლა, იმიტომ რომ ავარიული ანუ ამის რესტავრაცია გააკეთეთ? ჩამოვიტანეთ, ანუ ეს სახლი ჩამოვიტანეთ იმერეთიდან, სავანედან, საჩხერის გვერდით. ყველა დეტალს თან მაპატიაც მე ჩავერთობ. ყველა დეტალს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმდენად დიდი სამეგობრო გვაქვს, დიდი სანათესაო, იქ იმ დაბლა სახლში უკვე გავთვალეთ, რომ ვეღარ ვეტევით და გვინდა სახლი სტუმრებისთვის. ავანტოთი შუქი. მოსაყვარლესი. ბაი მერთი წამოვიდი რა. და ტურისტულად ჯერ არ დაგიტორთავთ? არა. პირველ სტუმრებს ველოდებით 1 აგვისტოს. და საქართველები არიან? არა, ბელგიელები. რასაც ხედავთ, ყველაფერი არის
ჩვენი ხელით შექმნილი. ეს ნახეთ რა. კი. ბებოს საკერავი მანქანა, ავეჯის უმეტესობა და რაღაც სარემონტო მასალები, რაც გამოვიყენეთ, არის როგორ გითხრათ, ანუ გადაყრილი, ასე ვთქვათ, რომელსაც თვითონ სახსაც და რაღაც დეტალებს, რასაც ამ სახლში ხედავთ, მივეცით მეორე შანსი და მეორე სიცოცხლე. პირველად რომ დავიწყოთ ეს რუბრიკა, თითქოს ძალიან ცოტა იყო ისეთი სივრცეები. მეორე წელს უფრო მეტი, მესამე წელს ძალიან ბევრია უკვე და რამ გააჩინიას, მაგრამ რაღაც ადრე ყველა სოფლიდან გარბოდა ურბანულ ზონებში და ახლა პირიქით ბრუნდებიან მთაში და ტყეში. რა შეგვეცვალა? მე მგონი мотиваციას გაძლევენ ის ადამიანები, ანუ ჩემთვისაც იყო გარკვეული ადამიანები იყვნენ мотиваცია, უბრალოდ აი რომ ვუსმენდი და ვუყურებდი მსგავს სიუჟეტებს, ვფიქრობდი რომ აი თუ მან შეძლო რა ჩვენ რატო ვერ შევძლებთ. არ მოგატყუებთ რომ მარტივია აქ ყოფნა ცხოვრება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი, რომ ოჯახი დაბრუნდა ამდენი ასეულობით წლის შემდეგ. თუნდაც ერთი ოჯახი აქ რომ ისევ სახლობს, კი ეს ანუ ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ძალიან. ეს ხო სოფლის გადარჩენის შანსია. როდესაც დაცლილ სოფელში შედიხარ და უცებ ხვდები აი ასეთი ტიპის რაღაცა ციცინათელასავით რო ანათებს და გეუბნება რომ აი ცოცხალი ვარ. მეორე შანსი არა მარტო ავეჯისთვის და სახლისთვის არის, ამ ადგილისთვის არის, რომელიც აი იკარგებოდა და უცებ წარმოიდგინეთ, თქვენ ხო მე მეზობელიც მოგბაწავთ კიდევ ვიღაც სხვა და ესე შენდება სოფელი. რაჭაში ძალიან ცირვა. გამარჯობა გიორგი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც რაჭა სოჭი ხო? დიახ, სოჭი, ეს არის ჩვენი სოჭი. ეს არის თქვენი სოჭი, იმიტომ რომ ირგვლივ სოჭებში ხართ. ეს სახლი მე ავაშენე 2016-ში. ანუ მამა-პაპისეული მიწა? მამა-პაპისეული მიწა არის, რომელიც რომ ამუშავებდით ადრე დიდი სურვილი იყო ბაბუა ჩემის, რომ აქ რაღაც ჩავდგათ, რაღაცა გავაკეთოთ, რაღაცა ავაშენოთ და და როგორც ყველა რაჭველი ბაბუაც მოწამული იყო რაჭით. რა თქმა უნდა. მე არ ვიცი რა რაჭველი, რომელიც არ გიждდება რაჭაზე. სულ რომ არ გქონდეს რაღაცნაირად გატარებული ბავშვობა ან ბევრი წელი, თუნდაც მაინც რაჭველებს რაჭა განსაკუთრებით უყვართ. ეს არის ისევ სოფელი თლუღი. დიახ, სოფელი თლუღს ეკუთვნის ეს ყველაფერი, ოღონდ მოსახლეობიდან არის მოცილებული რამოდენიმე კილომეტრი. ანუ თუ ადამიანს უნდა საერთოდ მარტოობაში გაატაროს ფიქრში, სიჩუმეში, დრო აქ უნდა მოვიდეს. წვადები, ცეცხლი. კი, აქ თავისთავად ყველაფერი. უკვე ტურისტები არიან აქ? კი, დადიან ტურისტები. და ძირითადად რომელი ქვეყანა? ქართველები თუ უცხოელები? ქართველები არის ზაფხულზე უფრო უმეტესად 50%, 50-50-ზე უკვე შემოდგომისას უცხოელები ჭარბობს და ზამთარშიც უცხოელები არის უფრო მეტად. აუ, ზამთარში ეს თოლში რა იქნება? ერთ წარმომედგინა საერთოდ ტურისტულ რამეზე თუ ხელს მოვკიდევდით აქ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს რო ავაშენე დაახლოებით 2 წელიწადი პირადად მე ვიცხოვრე შიგნი რა კოტეჯში და აქ სიმარტოვეში? კი, აი მე გზაც მოვიყვანე და გზა რო შემოვიყვანე უკვე შემოვიდა ვიღაც მანქანით აქ შაური არის ახლოს სათევზაოდ. გადაიღო ერთი ფოტო იქ მეორე ფოტო და უცებ გავცელდა ეს ყველაფერი და მე დილაზე მომადგებოდნენ სიგნალებით შეიძლება გადავიღოთ შიგნი შემოვიდეთ დავათვალიეროთ. უკვე მოусვენრობა იგზენი და მე შემდეგ გავაქირავე. მივხვდი რა კარგი იდეა. ახლა უკვე მთლიანად გაქირავებაზეა და შენი თავისთვის აღარ არის. არა, ჩემი თავისთვის ახლა შემდეგი ავაშენე მე ამის გვერდზე, იქეთ, სადაც კაპიტალური შენობა დავდგი და იქ ცხოვრობ. იქ ცხოვრობ, ცოლით მოვიყვანე და ბავშვით იქ ცხოვრობ და შემედრით სოფელი ასე შენდება. ზღაპრის სახლს გავს. მე როგორც მივხვდი შენ ზამთრის კურორტზე, ზამთრის სეზონზე უფრო მოგწონს აქაურობ. ხო, სხვანაირი უფრო იერი აქვს ზამთარში. ხო, ეხა წარმოიდგინე მწვანე ნაძვის ხეებში, თოვლში ჩაფლული ეს სახლის სიგიჟე იქნება. ყველა პირობებია ხო კომფორტი სითბო. კი, კი, გაზი მოყვანილი გვაქვს, ამათობელი ვიდგას ჩვეულებრივად და ფეჩიცა გვაქვს, როგორც წეს შეეფერება, რაჭველი ხარ დედით და მამით? მამით რაჭველი ვარ, დედით მეგრელი ვარ. აი, ეს რა ხშირი კომბინაციაა. კი. მაიმე რა საყვარელია. ეს აქ დასარჩენი მეგობრები რომ ჩამოვიდნენ, ზემოთ კიდევ საძინებელია. ვაიმე, ტყეში.
ხედია. ახლა უკვე გაფართოებას ვაპირებთ აქეთ სხვა სივრცეს. დაწყებული გვაქვს მეორე მხარეზე იქეთ ღია სადღესასწაულო სივრცე იქნება. იქით ხო? კი, კი. How is it? რა სილამაზეა. გამარჯობათ. სასიამოვნო. კარგად, კეთილი იყოს ჩემი ფეხი. ვაიმე, ძალიან ლამაზია. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი მეუღლის დაბადების დღეა, ხო? გიგნით არის. მე დიდი ხანია ვიცი, იმიტომ რომ რაც მაგის დაბადების დღე ვიცი რომ თქვენი დაბადების დღეს არის და ძალიან გამეხარდა. ვაიმე, დრო დაემთხვა ეს, ხო? ეს დაემთხვა რაღაცნაირად, ყველასთან სადაც ვიყავი, მეუღლის გამო უნდა რაჭაში რაღაცის გაკეთება. ბიჭ თუ გოგოს? გოგოს. ხო, მეც იგივე ამბავია ჩვენთანაც, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე არის რაჭველი. მე იმერეთიდან ვარ და როგორ მოხდა რომ მეგრელი ახლა ყველა მეგრელი იყო? ხო, ანუ ფესები მაქვს მეგრული მეც. აჰა, იხედა მაინც. ხო და ანუ ვისაც რაჭაში ბავშვობა გაუტარებია, რაღაცნაირად გამორიცხულია. ხო და რა არის ეს მაგიურობა? აი კარგ ფილმს რო ნახავ, ხო გინდა რომ გაუზიარო ადამიანებს და ალბათ ანუ ამის გაზიარების სურვილიც ძალიან დიდია. რაჭი შემოდგომაზეც ულამაზესი ზამთარშიც და თან ძალიან ხელმისაწვდომი, ანუ 6 საათი, 7 საათი საქართველოს არც ერთი ქალაქიდან არ გჭირდება რომ აქ ჩამოხვიდე. აი 2-3 საათში სად წავიდე და 3 საათში შემოჭრა შქმერიდან გადმოვედი. კი, და აი რაჭაში ამოდიხარ და ალბათ ყველა კუთხისთვის მაინც სიმართლეა ეგ. აი სვანს რო კითხო, გეტყვის რომ რაჭაზე ბევრად ლამაზია სვანეთი. რა თქმა უნდა და ამის ობიექტურად ამის მიზეზი და უფლება აქვს. ეს სახლი თავიდანვე ტურისტულ ზონად გაკეთდა თუ? ეს სახლი გააკეთა სხვა ადამიანმა და აპირებდა საქართველოში გაეტარებინა აი ამ სივრცეში თავისი სიბერე. ანუ მეგრელია თვითონ, თუმცა აი ბავშვობის ბევრი წელი გატარებული აქვს სოფელში რაჭაში და როგორც ვიცი, მასაც სურდა რომ აი ესეთი ხის ოდა ჰქონოდა რაჭაში. და აი პანდემიის დროს ჩამოვიდა, შეიძინა და ააშენა. ნაწილი ააშენა, ნაწილი დაშალა ძველი სახლი ერთ-ერთ სოფელში რაჭის და გადმოიტანა. ანუ აქ რაც ყველას გონია ვინც ჩამოდის იმდენად ავთენტურია და შერწყმული აქაურობას, რომ აი ძველი სახლია, თუმცა არა, სულ რაღაც 6-7 წელია რაც ეს სახლი აქ დგას. უნდოდა რომ თან ეგეთი ავთენტური ყოფილიყო და თან კომფორტულიც და გააკეთა შვეიცარიული შალე სტილში. დაამატა თანამედროვე ელემენტები და აი რომ შედიხარ სახლში რაღაცა იმდენად ჰარმონიულია. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ხედი გვაქვს აიმნიდან რაჭაში, იმიტომ რომ მთელი რაჭა ჩანს ფაქტიურად და მთელი სოფელი, შაორის ტბა, ნიკორწმინდის ტაძარი, ასევე მეორე ტბა და ეხა შევიდეთ სახლში. 3 საძინებელი გვაქვს. პირველი ესეთი ლაჟვარდისფერი საძინებელი, მეორე საძინებელი. 6 ადამიანი, ძირითადად წყვილები კომფორტულად თავსდება. თავიდან შეიძინეთ თქვენ სახლად თუ შეიძინეთ ტურისტულ ზონად? პირველი სურვილი არ ყოფილა გაქირავება. თუმცა მე რო დავფიქრდით, აი პირველი ამბავი ის რომ გააზიარო, იმიტომ რომ ვინც ნახულობდა ახლოს სამეგობროში რომ ესეთი ლამაზი რაღაც ქონდა, აი როდის წავიდეთ და აი ვინც მოდიოდა, ყველას უნდა ეკრო და ყველას დიდი ხნით უნდა დადარჩენა და ვიფიქრეთ რომ რატომაც არა. დავიწყეთ ესე სტუმრების მიღება. ჩვენც ერთ-ერთი პირველები ვიყავით, იმიტომ რომ უკვე თითქმის 6 წელია ვაქირავებთ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ახალგაზრდებს ცოცხალი მაგალითად აჩვენო, რომ არ არის დიდ ქალაქში წასვლა აუცილებელი, იმისთვის რომ ფინანსური შემოსავალი გქონდეს და შეგიძლია აქვე იცხოვროს სოფელში და გვერდზე შემოსავალი გააჩინო, კი. ეს როგორი გადამდები ხდება მე? კი, და აი ირგვლივაც აი დაინახავდით, რომ იქაც შენდება, ქვემოთ შენდება. აკუნის ხმა მესმის. ეს მე აცოცხლებს, თორე ისე ძალიან ცარი
განხორციელდება. ტურისტები ძირითადად რა შინაარსის ტურისტები არიან, რა უნდათ, აქ რატომ მოდიან? ჩვენ გვიყვარს ძალიან ევროპელი სტუმრები, იმიტომ რომ აი ევროპელი სტუმრები აქ რომ მოდიან, მათ იციან რა უნდათ, ხედან აქ და მთელი დღე ატარებენ ღვინოს ტრუპავენ, ბუნებას უყურებენ. დღის სხვადასხვა მონაკვეთში აბსოლუტურად სხვადასხვანაირი აქაურობა. აი დილით სხვა ელფერი აქ, შუადღით სხვა აი ამ ყველაფერი რაღაცნაირად წყდები გარემოს. სამეგობრო როცა ჩამოდის ქართველები ძირითადად მწვადაობენ, დროს ატარებენ, დიდი სივრცეა, ხმაური არ აწუხებს ამეზობლოს და ეგ უნდათ ერთად დროის გატარება. ოჯახი როცა ჩამოდის, რაღაც მცირე საოჯახო ვახშამი, დაბადების დღეს აღნიშნა ვიწრო წრეში, team-building-ებიც გვაქვს. აი მანდაც რა მნიშვნელობა, ყვებას ამატებ იქ მეზობელი ერთვება, იქ ადგილობრივი ერთვება და ძალიან საინტერესო პროცესი, იმიტომ რომ ფაქტობრივად აი ბოლო 3 წელი ამ რუბრიკას ვაკეთებ და ფაქტობრივად ასე შენდება სოფელი. აი სულ ამბობ რომ აი სოფელში რომ სადაც ირგვლივ მოკლედ გააქვთ ესეთი სივრცეები, იცოდეთ რომ ძალიან კარგი იდეაა თუ გააკეთებთ თქვენ კალათებს და იყიდიან ამას ჩამომსვლელები და წაიღებენ წარმოვიდგენია უცხოელი როგორ წაიღებს ამ კალათას. საერთოდ ძალიან კარგია რომ კარგი იქნებოდა რომ დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე. აი რაიონული მასშტაბით თუ ვინმე რაღაც ბიზნეს აკეთებს, აი კოოპერატივი ან რაღაც ეგეთი რო იყოს, რომ აი ყველამ ერთმანეთს რაღაცნაირად შენ ეს გჭირდება, მე ეს მჭირდება, როგორ გავაკეთოთ საერთოდ ან თუნდაც ფესტივალი, ხო? ანუ ბევრი ბიზნესის ჩართულობით გაცილებით უკეთესი გამოვა, ზაფხული უკეთესი იქნება და იმიტომ რომ ცალ-ცალკე ესე ხო რაღაცნაირად ფინანსურადაც რთულია, დროის კუთხითაც რთულია. და ხა ერთ სოფელს ერთი ოჯახი ვერ აწევს და ბევრი აწევს, ისევე როგორც შეიძლება ადგილობრივი დიზაინით კაბები შექმნა, ჩითის კაბები რაჭველებს. აი, ძალიან ბევრი რამის გაკეთება. ზემორაჭაში ხო არის ქუდებზე ეგ ამბავი. აი მაგალითად მე ინდონეზიაში უბუდში იმიტომ მიყვარდა სიარული, რომ ავთენტურ ინდონეზიას ვხედავდი, იქ არა ტურისტულს და არა გაცვეთილს და სოფელი ხო მაგას განახებს და ეხა ევროპელი რო აქ ჩამოდის, ნუ რა თქმა უნდა მოხიბლული მიდის. ჩვენ ყავს ხოლმე ქართველი სტუმრები, რომლებიც რო ჩამოდიან გონები, აი კრაზანე დაფრინავს და ბუზი დაფრინავს და აი ევროპელი რო ჩამოდის და ამაზე რო ვუბოდიშებ, მეუბნება რომ აი მისთვის მოვედიო რა, ანუ ძალიან ცოტაო სოფლიოში ესეთი ქვეყანა, სადაც ჩახვალ და ნახავ ავთენტურობასო და აი ბუნებასთან კავშირი გექნება. აი როდის გაჩნდა იდეა, რომ რაღაცნაირად მამის ნაჩუქარ მიწაზე ამ ხელა პასუხისმგებლობა უნდა პროფესიამ გააჩინა რამე კონკრეტულმა სურვილმა თუ საიდან დაიბადა მოკლედ ეს ყველაფერი? ერთხელ როცა უკვე დავფიქრდით იმაზე, რომ დავამთავრებდით უნივერსიტეტს და კი ჩვენი პროფესია გვაძლევდა მის საშუალებას, რომ კარგი შეგვექმნა ჩვენი სამომავლო პირობები, მაგრამ უფრო რაღაცა მნიშვნელოვანი მისია მეგონა რომ უნდა შემესრულებინა. მაპატიეთ, მრავლობით შემიტოს საუბრობს რომ გულისხმობს მის დასს, ეს ერთი. კი, ჩემ ტყუპის წელს. მის ტყუპის წელს, ვისთან ერთადაც გააკეთა ეს ყველაფერი მაყურებელმა რომ იცოდეს. შენ არქიტექტორი და შენი და? ჩემი და სოციოლოგი. აჰა. და ალბათ ამანაც მომცა იმის პოტენციალი, რომ შემექმნა ალბათ ისეთი გარემო, რაც ვიცოდი, რომ ხალხს ნამდვილად მოეწონებოდა. და თან შენი რეალიზებაც მოგეხდინა. აუცილებლად რეალიზება მომეხდინა მაქსიმალურად დიზაინ იდეიდან დიზაინამდე და შენებლობით დასრულებული შემექმნა ის სივრცე, რასაც ზოგადად ეს მოცულობითი არქიტექტურა, ესე რომ ვთქვათ, ქმნის და ფიქრობ, რომ ყველაფერი ჩავატიე ამ ერთ გარემოში. მოდი და კონკრეტულად ჩაგეკითხები, ანუ ეს არის შენი პირველი პროექტი, პროფესიული? ჩემი პირველი პროექტია და ამ პროექტს ვანხორციელებ და ვანვითარებ ყოველწლიდან წლამდე აბსოლუტურად შეუჩერებლად, ესე რომ ვთქვათ. ერთია რომ მე მინდა რაღაც გავაკეთო, მეორე რომ იდეა მაქვს, მაგრამ მესამე ამის შესაძლებლობა უნდა მქონდეს. ანუ საიდან დაიწყეთ ფულის მოძიება? ჩვენ ვიყავით მოტივირებულები, რომ ჩვენი ხელით გვეკეთებინა. ანუ მიწა იყო, იდეა იყო. იდეა იყო. ჩვენი ენერგია და შრომა იყო, მართლა თავდაუზოგავი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებდით ჩვენი შრომით. ერთი კოტეჯით დაიწყეთ. დავიწყეთ ამ კოტეჯს, ახლა სადაც ჩვენ ვართ და ეს არის სრულიად რეკონსტრუირებული კოტეჯი დღეისთვის, მაგრამ მაშინ იყო ფაქტობრივად კარკასი და დაშლილ მდგომარეობაში.
ინტერიერი იყო აბსოლუტურად აღსაგენი, გარედან, სახურავი, ყველაფერი, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენი ხელით გავაკეთეთ. არაფერში ხელოსანი არ ყოლია. ეს რამდენი ადამიანი იყავით თქვენი ხელით რო აკეთებთ? მე, ჩემი ტყუპი და მეუღლე. დანარჩენად აწარმოე საქართველოში მივიღეთ მონაწილეობა, 12000 მუქცეს და ინტერიერში დასადგამი ავეჯი, ნაწილობრივ ვიყიდეთ, საწოლებითი პალეტებით ავაწყვეთ, უბრალოდ ჩვენით და ძალიან დიდი შეღავათი გავუკეთა ამ ყველაფერმა. ძველი მასალა რაც გქონდა, აბსოლუტურად ჩვენი ხელით აღვადგინეთ, უბრალოდ მივანიჭეთ რაღაცნაირ ახალი სიცოცხლე, უბრალოდ ჩვენი თვალსახედვით რომ იქნებოდა უფრო ზღაპრული და ამ ყველაფერს იმხელა ენერგია და სიფერადე და სიყვარული მივეცით, რომ ამ ყველაფერს ხედავდა მართლა ხალხი და საიდან რა შევქმენით იმ პირობებში, მართლა სასწაული იყო გარეთ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ შემოდიოდი ერთი ბილიკით ამ კოტეჯში და ირგვლივ იყო ეკლები, გაუვალი მდგომარეობა. უბრალოდ არ იყო იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი ტექნიკურად გაგვეკეთებინა და ეს ყველაფერი ნაბიჯ. აქ მოსული სტუმრებიდან მეორე დღესვე უკვე ის ფული უნდა ყოფილიყო რეინვესტირებული და ამ ყველაფერმა მართლა ძალიან განგვავითარა. უნდა თქვა, რომ რაჭაში ეს არ არის პირველი შემთხვევა და რაც სხვა შორის რაჭაში ხშირად ხდება, როდესაც გეუბნება, რომ აი გადაყრილი ნივთების თავიდან სიცოცხლის მიცემით აწყოს ეს ბიზნესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფერები იმდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, თავიდან რაც იყო ჩვენი ნიშა და რაზეც ბევრი გვეწინააღმდეგობა და სხვათა შორის დავცინოდნენ კიდეც, ცისფერი კარფანჯრები რომ გავაკეთეთ და ვთქვით, რომ ჩვენ სასტუმრო უნდა გავაკეთოთ. ნუ მაშინ ჰოსტელის ტიპის იყო, მართლა დავცინოდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ აი ვინ უნდა მოვიდეს თქვენთან და მართლა ამაყად და თამამა შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ როცა დაიწყო მოდინება და გამოვაცოცხლოთ არა მარტო ჩვენი სოფელი, გამოვაცოცხლოთ მთლიან რეგიონი, დავაწყებინეთ ფიქრი იმაზე, რომ თურმე პოტენციალი ქონია რაჭას, რომ რაღაცები აკეთო, დაბრუნდე და დაიწყო შემოქმედებითი ცხოვრება და აქაც იყო მთელი წელი და იყო ცოცხლად. აი 2016 წელს დაიწყეს მშენებლობა. აი მე რამდენ ხანში მოვიდა უკვე ტურისტი უკვე როდის მიხვდით რომ ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ, 2017 წლის მაისში გავიხსენით და ზუსტად მახსოვს უკვე მაისის 17-ში გავიხსენით და 19-ში უკვე მოვიდა პირველი სტუმარი და იმ დღიდან მართლა ისე სეზონით დავამთხვიეთ, ისე გავაკეთეთ ეს ყველაფერი და ისეთი გადატვირთულები ვიყავით სეზონზე, რომ ვთქვით, რომ ნამდვილად გაამართლა ამ ყველაფერმა და მადლობელი ვარ ყველა სტუმრის, იმიტომ რომ იმათით შევძელით, რომ იმავე წელს დაგვეწყო მეორე კოტეჯი, მართლა ჩვენი ხელით დავიწყეთ იმ კოტეჯის მშენებლობა, ბოლომდე ჩვენით გავაკეთეთ და ზოგი ამბობს, რომ წახვალ რაჭაში რა უნდა გააკეთო, ანუ შენს თავს კარგავ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღმოვაჩინეთ პირიქით და რაჭა გავაცანით ხალხს და გამოვაცოცხლეთ, რაც თავარია და პოტენციალი დავანახეთ. შენ თვითონ რა გაქვს ჩაფიქრებული, რა გინდა რომ აქედან წავიღო მე სხვა ნებისმიერმა რომელიც ყოველთვის ვამბობთ, რომ აქაც უკვე უნდა მიიღო რაღაც შთაბეჭდილებები, რაღაც გავლენები უნდა გქონდეს. აქ სადღაც ზღაპარში უნდა იქნოს თავი, შეიძლება ბავშვობაშიც გადაინაცვლო, რომელ ბავშვობაშიც ყველაზე ბედნიერი არის ყველა ადამიანი და ამას უფრო მეტად უნდა დავახოდეთ ჩვენს ბავშვობას ნამდვილად და ყველა ადამიანი ვინც მოდის აქ და სტუმრობს, ზუსტად ამბობს იმ სიტყვას, რასაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამან უნდა გამოიწვიოს ეს განწყობა, ამან უნდა დაანახოს, რომ აქ არის ზღაპარი. რა აქვს რაჭას ისეთი მაგიური, რომ ყველა რაჭველისთვის ეს არის დედამიწის ჭიპი და აქ ტრიალებს ამის ირგვლივ ყველაფერი. ჩემი აზრით არის ის, რომ ყველაფერი არის ავთენტური, შენარჩუნებული ამ შემთხვევაში. ბუნებასთან ძალიან ახლოს ვართ და არ ვართ გადაკეთებულები, ესე რომ ვთქვათ, იმდენად ცოცხალია ყველაფერი, მოძრავ და სუნთქავ, აღიქვამ იმას, რომ ხარ ბედნიერი უბრალოდ იმით, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ და უბრალოდ განწყობა, რაჭას აქვს განწყობა, რომელ განწყობასაც უბრალოდ ჩამოსვლის წამიდან გიქმნის. ის მთები, ის გზა, ის ხალხი, რომელიც თბილად გვხვდება, ის სიძველეები და ბებიები თუნდაც, რომლებიც სოფლებში გზადაგზა ხვდებიან და გზას გილოცავენ. იმდენად მნიშვნელოვანია დამოკიდებულებები ადამიანური და ამ ყველაფერს მე ჰარმონიულად ერწყმის ბუნებაც, რომ შეუძლებელია აქედან რაღაცა ისე მწყრალად წახვიდე და მგონია, რომ ეს ტანდემია ზუსტად ის, რაც ქმნის რაჭის უნიკალურობას. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ინფრასტრუქტურა, რაზეც ვიტყვით, რომ აუცილებლად ამისთვის უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბუნება, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და რა თქმა უნდა, ამას ინფრასტრუქტურა სჭირდება. Salami. Beso. Gracias, Ana. Así ve.
მე მგონი ეს არის ერთადერთი ადგილი, რომელსაც წვიმა უხდება. ჟოლო ხო არ გინდა თეზოსი? აგერ არის. ბავშვობა. ხო. 12 ადამიანს ატევთ. კი. 4 საძინებელი გვაქვს, 3 აბაზა. ძირითადად რა შინაარსის ტურისტები ყავთ? ძირითადად ან ოჯახები, 1-4-5 ადამიანზე მეტი, მეგობრების ჯგუფები, ან 2 ოჯახი ერთად. ამ სივრცეს ქვია ხათოსი. კი ბატონო. და ინტერვიუს წერ ბეზოსთან. ხო, ჩემი დიდი ბებო იყო. ვის მიწაზეც ვის კერასაც დაუბრუნდით? ბესო ხიდაშელი მსახიობი ალბათ გეცოდინებათ, მისი შვილი ვარ. და მაგისი სახლი იყო აქ, მაღამისის უფრო სწორედ. მე მიწისძვრაზე დაინგრა და თავიდან ავაშენეთ 4 წლის წინ დაახლოებით მოვჭით. სახლა დააშენეთ თუ პირდაპირ ტურისტულ სივრცე? ეს უფრო, სახლად არის გათვლილი, რომ ჩვენთვისაც იყოს. ახლა შეიძლება სულ არ გავაქირაოთ რა, სამომავლოდ შეიძლება უბრალოდ ვიყოთ. როგორც ნომრები და სასტუმრო, ესე არ იყო გათვლილი, უფრო როგორც სახლი იყო გათვლილი. ამერიკაში ცხოვრობდი მანამდე. კი, დედაჩემმა მწვანე ბარათი მოიგო, ძალიან პატარა რო ვიყავი. რამდენი წლის წინ? დედაჩემი წავიდა, მე რო ვიყავი 9 წლის დაახლოებით. ანუ 2000-ში თუ 99-ში დაახლოებით ესე წავიდა. როგორ გაგმართლებიათ? ხო, მე წამიყვანა 15-ის რო ვიყავი და დიდი ხანი ვიცხოვრე 12 წელი. ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი აქ. რა კარგია რომ დაბრუნდით. კი, ნამდვილად. რა იყო თავარი ძალა, რამაც ეს მოგცათ, იმიტომ რომ ემიგრაციაში რამდენია და ყოველ წელს ემიგრანტები ფიქრობენ რომ ჩამოვლენ, მე ვეღარ ახერხებენ ხო, არა, რთულია, მე სხვადასხვა სამჯერ ვცადე და მესამეზე შევძელი. ეს ჩაფიქრებული მქონდა, სანამ ჩამოვიდოდი, რომ დანაზოგი რაც მქონდა, სახლი გამეკეთებინა. რაჭაში. მოგონებები ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი უკავშირდება აქაურობას. იმის მიუხედავად, რომ მარტო ზაფხულს ვატარებდი აქ, მაგრამ თელ ზაფხულს მაინც რაღაც ისე არის ჩარჩენილი, რომ ძალიან მშობლიურია და კარგია. რა თქმა უნდა, პლუსები და მინუსები ყველგან არის, მაგრამ ხო, თუ საქმე გაქვს და რაღაცას აკეთებ, ამაზე კაი ადგილი რა ვიშვიათად. ეხლა დისტანციურად მუშაობ? ხო, საქართველოში ცხოვრობ 7 წელია უკვე. და ფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო და რათა არ მისწირი ამერიკას. ბევრი კაი რაღაც რა თქმა უნდა არის, მაგრამ რთულია, ან ყველგან არის სირთულეები რა თქმა უნდა. ეხა იქ შემოსავალი რამდენიც არ უნდა გქონდეს, მილიონებიც რო გქონდეს, მაინც უნდა იმუშაო ვირივით. ცხოვრება არის ძალიან ძვირი. და თან მე მგონი მივხვდით, რომ ამ ცენტრზე რაღაც არის ურბანული ზონების გარეშე ცხოვრება შეგვძლებია. კი. დისტანციაზე მუშაობა შეგვძლებია არსებობაში და აი რაღაც მე მგონი, იმიტომ რომ ეს საჭიროება მე სადაც ყოფილა 80% ამბობს, რომ კოვიდის დროს დაიწყო. ძირითად დროს რაჭაში ატარებ ესა? ძირითად დროს რაჭაში ვატარებ ზამთრის გარდა. ზამთარში მე და ჩემი მეუღლე ბოლო 2 წელია მოგზაურობთ, სამ-სამით ვიყავით სასულები. და ან თბილისში. ანუ საკუთარი თავის არჩევა დაიწყეთ. ხო რა, დაახლოებით. მანაც ისიც რაჭველია, აქ გავიცანი 4 წლის წინ. ეგერ არის მაგის სახლი. ვაი, მე დაიწყო შენება თუ მანამდე შენებდა? არა, ეს აშენებული იყო, უბრალოდ ეხა ვარ მესამე სართულს ვარემონტებთ, რომ მეტი ადამიანი მივიღოთ, ან ერთად რა, თორემ მეორე სართულზე ჩვენ ვართ ხოლმე. ხო და მანაც ოფისში მუშაობდა თბილისში და რაღაც და მე რადგან ზაფხულში გვიწევდა აქ ყოფნა ამის მისახედად და რაღაც გადაწყვიტა რომ კაფე გაეკეთებინა. და აგერ არის კაფე არის ონში ონუკა ქვია, ყავის ძალიან გემრიელი ყავა გვაქვს. ესე იგი გეპატიჟებით ონუკაში. ონუკაც ზოგადად რაჭველებს ეს ნეტა რატო აქვთ? ეს უკას რატო ამატებენ თქვენიას? ეს რატო არ ვიკითხე ამდენი ხანი? გამარჯობათ. ჩვენ მოვედით ესე უკითხავად ყავის დასალევად. კარგით, მაშინ ჩვენ და სტუმრები ხშირად დადიან? ადგილობრივები. მოსწონთ, ახალგაზრდები არიან აქ? არა ხა? რას დალევთ? ამერიკანო? ამერიკანო დაბლან გამწვარი. ნორმალი. თურქული ყავა გაქვთ? მე თურქული ყავა. ამ ამბებმა კარგად აჩვენა ცხადად, რომ სოფლის აშენება ხალხს შეუძლია. კი, რა თქმა უნდა, мотиваცია თუ გაქვს და შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მარტო мотиваცია არ არის საკმარისი. კი,
სოფელი ნამდვილად აშენდება. ძალიან კარგია. ძირითადად ტურისტები არიან ქართველები? ნახევარი ქართველები არიან, აი 50-50-ზე, ნახევარი უცხოელები. უცხოელები რავი, ყველანაირი, ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ყავს. და აი ეგ რო ჩამოდის, რისთვის ჩამოდის? მარტოობისთვის? აი ჩვენ ძალიან გვიკვირს ხოლმე, იმიტომ რომ რო ჩამოდიან, აი აქედან არ გადიან ხოლმე უმეტეს შემთხვევაში. ესე წვანან, ზიან, ხეთს უყურებენ და ისვენებენ. ანუ რა თქმა უნდა აქტიური ტურისტებიც ყავს, ვინც ბევრს დადის და შენ, მაგრამ უმეტესად სახლში ეგ არის. ეს არის ამბროლაური, ეს არის საუცხოო ხოხი და როგორც კი მიხვდებით რომ ეს პატარა კარები უნდა ანუ არც თავი მეტევა და არც ხელი და გამარჯობა. აქედან უკვე მიხვდებით რომ ზღაპარში ხვდებით. როგორ ხარ? კარგად, გამარჯობა. სასიამოვნოა შენი გაცნობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მიგვიღეთ. აჰა შენ კოკაკო. უსაყვარლესია. თქვენთვის აშენეთ თუ მაშინათურის? არა, სტუმრებისთვის ავაშენეთ, იმიტომ რომ ჭიშკარს ნახავდით ალბათ. კი. 2 საუკუნოვანი ჭიშკარია ბერძენი ხუროთმოძღვრების აშენებული და ტურისტული ლოკაციაა. და ჩვენთან მოსულ სტუმრებს სულ ჰქონდათ ის განცდა, რომ დასარჩენი ადგილის რომ ჰქონდეთ, ძალიან კარგი იქნებოდაო და პანდემიის პერიოდში მოკლედ გადავწყვიტეთ დარჩენა, 3 წელი აქეთ ვიყავით და ეს ხოხი ყოველთვის მოგწონდა და ავიხდინეთ მოკლედ ჩვენი ოცნება და ანუ თქვენი სახლში ცხოვრობდით? დიახ, ის არის ძველი სახლი ჩვენი. და ეს ააშენეთ პარალელურად. ეს ავაშენეთ, დიახ, პარალელურად. იცოდით რა გინდოდათ რომ გამოსულიყო თუ გზა და გზა? ვიცოდით და ძალიან გაგვიმარტივდა, იმიტომ რომ ყველა დეტალზე ნაფიქრი გქონდა, აი ძალიან დიდი ხნის წინ. უბრალოდ როგორც კი მოგვეცემოდა მაგის საშუალება, ვაპირებდით რომ აგვაშენებინა შესაძლოა. ვაიმე, რა საყვარელია ხალხო! შეხედეთ, უსაყვარლესია. ანუ რამდენ ადამიანს იტევს? 2 ადამიანზე არის გათვლილი. ანუ გვინდოდა რომ ძალიან მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო 2 ადამიანისთვის, ასასვენებლად ოჯახთან ერთად რომ ჩამოსულიყვნენ ბავშვებით. ასევე სამეგობროდ შეიძლება განთავსდეს, რადგან ზევით პატარა სივრცე დავამატეთ, სადაც დივანი დგას გასაშლელი. გავგიჟდები? მე მგონი კი. ვაიმე, რა სილამაზეა ხალხო! Oh my god! ანუ ინსტაგრამი არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. რომ მე თქვენ მიმოაგნოთ ჩემი ინსტაგრამიდან, ზოგი ყველა ხო გადაცემას არ უყურებთ. ინსტაგრამზე როგორ ხართ? უსული hat. უსული ქვია ჩვენს ბრენდს კოსმეტიკას ვაწარმოებთ. თავის მოვლის საშუალებებს და ეს მიდეგად მოგცეთ ჩვენი ხელნაკეთი. ბებოს 100 წლოვანი საგვარეულო რეცეპტებით დამზადებული აი რა, და ქვია უსული, რას ნიშნავს? ძველ ქართული სიტყვა და ლამას და მოხდენილს ნიშნავს. ნუ ეს იყო საწყისი, მოკლედ აქ გვინდა რომ პატარა საწარმო გავაკეთოთ მე ამ სივრცეში, სადაც ჩვენს პროდუქციას ვაწარმოებთ. აი მე რა კარგია. სანთელია კიდე. ესეთი. სუნით. დიახ. მომიყევით ამბავი რითიც დაიწყეთ, როგორც დაიწყეთ რისკები. პანდემიის პერიოდში წამოვედით, აი რამდენიმე თვით ბავშვებთან ერთად ვიყავით და რაღაცა ქალაქს გვინდოდა რომ თავი აგვერიდებინა. ისე გვიყვარდა აქაურობა, რომ აი რო ჩამოვედით, აღარ მოგვინდა ქალაქში დაბრუნება. ჩვენი ოცნება იყო რომ რაღაცა აქაურობა ედემის ბაღად გვექცია და პატარა ქოხი ჩაგვედგა. ერთი წლის მერე მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ეს იდეა სრულყოფაში მოგვეყვანა. მოკლედ ძალიან ისე ოპერატიულად მოკლედ გავაკეთეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველა დეტალი ვიცოდა, ის ფოტოები რომ მქონდა დასკრინული დიდი ხნის, სად როგორ უნდა ყოფილიყო, რა ფერებში და ანუ საკუთარი ხელით აშენეთ? არა, ავანო ჭელიძე მოგვიშენა. ვაიმე, ვანოს გაკეთებულია, რა მაგარია. თბილისური ცხოვრება და აქაური ცხოვრება რომ ამიღწერო სხვაობებით და მოკლედ რა მომხიბვლელობა აქვს. მოკლედ აი მე პირადად ძალიან მინატრება აქ ყოფნა, იმიტომ რომ იქ რაღაც სხვანაირად ერთი და იგივე რუტინაა, რაღაცა დილით გადიხარ საღამოს შემოდიხარ, ეს ბავშვებიც რაღაცა პატარა ოთახში გამოკეტილები ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ მიეჩვენა. მე ისე თბილისში გადახვედით? კი, ისე თბილისში მოგვიწია გადასვლა, მესამე ბავშვი შეგვეძინა და ნუ მას რაღაცები დასჭირდა, მოკლედ რომ იქით გადავსულიყავით, თორე ნამდვილად არ გეგმავდით აქეთ ვაპირებდით ყოფნას, თუმცა ხშირად ჩამოვდი. როგორც კი შესაძლებლობა გვაქვს, გამოვდივართ აქეთ. შეცვალა ის რომ უფრო მეტად რაღაცა უფრო მეტად დავუთმეთ ერთმანეთს დრო, ჩემი აზრით, თუნდაც ბავშვებსაც, იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებდით
ბავშვებთან ერთად. აი ეს ორი ყავდა მაშინ და ორივესთან ერთად გვეხმარებოდნენ, რა ვიცი, ეზოს გამოფოცხვა, დაჟე რაღაცებსაც რო ვრგავდით, დარგვის პროცესშიც იღებდნენ მონაწილეობას და სხვანაირი ჰარმონია გქონდა ჩემი აზრით აქ ყოფნის პერიოდში. ეს უკვე ბიზნესად მუშაობს? დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ სადაც გვესიამოვნებოდა ყოფნა კომფორტულად, აი ზუსტად ისე გავთვალეთ ყველაფერი აბსოლუტურად, რომ მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო, დასამახსოვრებელი, აქ ჩამოსული ყოველი წამი და აი მართლა ყველაფერი თუ რამეს ვაკეთებთ, გვინდა რომ იყოს საუკეთესო, თუნდაც გარემოც და ეხა ბევრი რაღაცეების დამატება გვინდა, შეცვლა გვინდა, მოკლედ რომ მაქსიმუმ ხო რაღაცა გავფართოვდეთ. რას დებდი, როცა აკეთებდი, რას სურვილებს დებდი, რა მიზნებს დებდი ამ ამბავში? აი მთელ სულს და გულს. ჩემი შვილივით არის აი ასე მგონია რომ რაღაცა აი სულ აქეთ ვფიქრობ, სულ აქ ვფიქრობ, აი აქ რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, აი სულ მაგ ფიქრებში ვარ. აი ხო ვინც იწყებს იგივე იდეაზე შეჭიდებას, რას ურჩევდი, რას გააფრთხილებდი? აი ხო თავიდან იწყებდი. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ გამოუცდელები ვიყავით და თავიდან რომ დავიწყეთ, რა თქმა უნდა რისკებზე ვფიქრობდით, თუმცა ესე რაღაც სიღრმისეულად არ გვიფიქრია რისკებზე ვთქვათ პირობითად რაღაც საბანკო ვალდებულებით გვაქვს გაკეთებული, რომ რაღაც არ გაემართლებინა, რას გავაკეთებდით, თუმცა ისიც გქონდა იდეაში ვფიქრობდით, რომ თუ არ გაამართლებს მე რა ჩვენ ხო ვიქნებით, ჩვენთვის ხო გავაკეთებთ და ვიმუშავებთ და გადავიხდით. ანუ მაგისთვისაც ვიყავით მზად. და მართლა რაღაცა ისეთი პერიოდი დაემთხვა, იმაში რაღაცა შოვში რო ამბები, მოხდა იმ პერიოდს დაემთხვა და ის ერთი თვე საერთოდ პოსტიც კი არ გამოგვიფეყნებია, იმიტომ რომ ესეთი სიტუაცია იყო. თუმცა გადავლახეთ, ვინც არის სამწყები და ფიქრობს რაღაცის გაკეთებას, ვურჩევდი რომ აი 2 მინიმუმ უნდა გააკეთოს. სულ ვამბობთ ხოლმე, იმიტომ რომ აი ხა არასეზონური პერიოდი როცა არის, ძალიან მოთხოვნადი დღეები არის ხოლმე, დღესასწაულები, პარასკევი, შაბათი, კვირა და რავი, ბევრი ადამიანი გვიკავშირდება და უბრალოდ ერთი კოტეჯი გვაქვს, ვერ ვიღებთ მეცდუმარს. ხო, მაგრამ ალბათ რეინვესტირებას გააკეთებს მე არა საკუთარ. აუცილებლად კი, ძალიან გვინდა ახალ მომავალში რაღაცა ისეთი საუცხოო ქოხები ჩავდგათ ამ ტერიტორიაზე. თან დიდი ეზოა, ეხა შეიძლება არ ჩანს 3000 კვადრატია დაახლოებით და შესაძლებელია მოკლედ განვითარების შესაძლებლობა არის. ეს არის თქვენი სხვა ბიზნესი? დიახ, აქედან დაიწყო. ესე იგი, ჩემი ბებო ექიმი კოსმეტოლოგია და დაახლოებით 50 წელი ამ საქმიანობით არის დაკავებული, ოღონდ ოჯახურ პირობებში შესაძლებლობა არ მიეცა, რომ განვითარებულიყო და მთელი ბავშვობა ვუყურებდი ამ ყველაფერს. რა ჭეშ დამზადებული შიმერი? რა ლამაზი ხარ? მე მაპატი აქ სხვა გადაღებაზე მივდივარ და ძალიან მოვუხდი თქვენ გარემოს. აი მე ძალიან და ძალიან ბრდღუიალებ. ხო და რაღაცა ეს წითელი ხალიჩა ძალიან კარგია. აბა წითელ ხალიჩაზე შემოხვალთ ჩვენ. დიდი სიამოვნებით. მე რა დაყივალად მაინც დავინტერესდები ძველი ამბით. ბების რეცეპტის გაცოცხლების სურვილი რა რომელ წლებში გაჩნდა? პირველი პროდუქტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შემოგვეტანა, ეს იყო კაკაოს კარაქი. უბრალოდ ბებიას ინსპირაცია იქიდან წამოვიდა, რომ ბებია ჩემი თინათინ ჭანკოტაძე, რომ ბები არა დიდი ბებია, თინათინ ჭანკოტაძე, თბილისის კოლორიტი ქალი იყო და ლათინურიდან თარგმნა რეცეპტები და დაიწყო და მე ვიცოდი რომ კაკაოს კარაქს გამოიყენებდა კვებავებში. ეს ასწავლა მე დედა ჩემს იტალიაში რომ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე კომოს ტბაზე, მე მყავს იტალიელი მეგობრები მარკო და მანუელა ბიანკები და ამათან ერთად ვირუჯებოდით კომოს ტბაზე იახტაზე და უცბად ამათმა ამოიღეს ბურო დი კაკაო. ჩამოვიტანე ეს იყო პირველი ჩვენი პროდუქტი, რომელმაც მთელი საქართველოს გოგოები აალაპარაკა. მივხვდი, რომ ამას ჭირდება ბევრი ცოდნა, ბევრი ყველაფერი და სწავლა და ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ. პირადად მე სულ დავდივარ საერთაშორისო გამოფენებზე, ხან ამსტერდამში ვარ მასტერკლასებზე, ხან პარიზში. ყველაზე საინტერესო არის ფორმულების შექმნა და რაღაცნაირად გონია, რომ ბებიას სისხლის ჩქეფის ამბავში და ქართული ხასიათი ყველგან. ვფიქრობ, რომ ქართული ხასიათი კი ეს მომენტი არის, რაც მინდა რომ გადმოვიტანო კოსმეტიკაში აქ ნაწარმოებში. არ ვიხსენებ ცხოველურ დანამატებს, ანუ ლოკოკინის ექსტრაქტ, ჩვენ ცხოველური, ჩვენ ვართ ვეგანური, ანუ მცენარეული და საერთაშორისო GMP და ISO სერტიფიცირების საწარმოში იწარმოება ყველაფერი თბილისში. ყველაზე მთავარი არის ის მე მესმის რომ თავდაბლობ ახლა, მაგრამ მოდი არ ვითავდაბლობ და თქვათ რომ შენ ხარ ერთადერთი მოკლედ ქართული ბრენდის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იქნება. აი ამ ხაზით მაინც დათმე შენი რაღაცნაირად. მე არ მეყვარს ხოლმე ესე რომ რაღაცნაირად აი პირველი და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ფაქტია. მე საქართველოში ეწონდა თან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ქალები გყავს დასაქმებულნი.
ეს ქალების გაძლიერებისთვის სამხალო მნიშვნელობის მქონეა. და ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის ქალბატონები, რომლებიც ახლა სახში შედან და აქვთ რაღაც იდეები, რომ საკუთარი ხაზი შექმნან და არ იციან საიდან უნდა დაიწყონ, უნდა იცოდე, რომ საქართველოში სწორედ შენი დახმარებით შეუძლიათ საკუთარი ხაზი შექმნა, საკუთარი სახელის დარქმევა და ასე შემდეგ, ყველაფრის გაკეთება. ეხმარებით ყველაფერში, შეფუთვიან ყველაფერში, დიზაინიან, იდეიან, ყველაფერში, უბრალოდ ისინი როგორც აი ლამპარს რო ეტყვიან, რომ აი ეს მინდა, ამას მინდა რომ აკეთებდეს და ახლობით ესეთი სუნი მინდა რომ მქონდეს და ჩვენი დიდი გუნდი ამ ყველაფერზე იწყებს მუშაობას, იღებს პროექტს და ასრულებს. შიდა ლაბორატორიის გარდა მე მჭირდება სხვისი აღიარებული სერტიფიცირება და ამის გამო ჩვენ ლაბორატორიას იტალიაში ვუშვებთ ლაბორატორიული კვლევები რომ გქონდეს და ევროპის ბაზარზე და რეგისტრირების ნაწილშიც სრულიად ვახმარებით ყველა ბრენდს, ვისაც სურს რომ მთელ საერთაშორისო მასშტაბზე გავიდნენ. შენთვის შენი ფავორიტი პროდუქტი, შენი ბრენდიდან რა არის? მე მგონი ყველა ახალი პროდუქტი ხდება ჩემი ფავორიტი. ცოტა ხანი აი ხო ტუჩის გულში რომ არ მსმოდა, ისე ვერ დავიწყებდი ამ დღევანდელ ჩანაწერს და სპეციალურად გადავისვი ჩემი ბურგუნდისფერი ტუჩის გულში, რომელიც ყურძნის წიფწის ზეთზეა დამზადებული და აბსოლუტურად ჰიპოალერგიულია. ნუ ეს რა არის? ეს არის ქართული ყურძნის წიფწის კრემი, სუბლიმაცია დავარქვით ერთი წასმით გარდასახვა. ფრანგი და იტალიელი დერმატოლოგები აღფრთოვადნენ ამ პროდუქტით და ამ ფორმულით და ამაში შედის ქართული ყურძნის წიფწა, მაქსიმალური ოდენობით კოლაგენი, მაქსიმალური ოდენობით ჰიალურონი და E ვიტამინი და პლუს ნიაცინამიდი. ყველაფერი გავაკეთებთ, რომ აკნე მქონდა და აკნეს მერე დამრჩა ლაქები და მეტყობა ლაქები ხ კი მისვია ტონალური, მაგრამ მაინც ღრმულები და ლაქების ამოყვანისთვის ეს არის ზღაპარი პროდუქტი. რა შეეხება ზაფხულის და რუჯის თემას? რაღაცნაირად ძალიან მრავალფეროვანია, ხო შეთავაზებები? გვაქვს ყველაფერი რუჯისთვის. რა თქმა უნდა, ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 50 და 30 SPF-იანი ფილტრები გვაქვს. ბოლო 3 წელია, რაც ტრენდული გახდა SPF-ი მთელი სადერმატოლოგეთი, ამას მოუწოდებ და შესაბამისად ჩვენც არ დავაყოვნეთ, ჩამოვიტანეთ ბრიტანული ფილტრები და სინთეტიკური და მინერალური ფილტრების მიქსი არის. აქ ანუ ყველანაირად UVA, UVB ფილტრებიც აქვს და ისე შეგიძლიათ რუჯი მიიღოთ ადამიანებო, ვინც ახლა გვისმენთ, რომ არ დავიწვათ და აუცილებელია ამ საუკუნეში. ალოე ვერა შედის კიდევ შიგნით და დეპანტენოლი, ასე რომ დამატენიანებელი არის ზღაპრული. და პანტენოლი მნიშვნელოვანია. ბავშვებიცაც იდეალურია. 3 ტიპის გასარუჯი ზეთი. სტაფილოს, ანუ კაროტინოიდები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ააქტიურებენ რუჯის მიღებას. გვაქვს ბრჭყვიალა გასარუჯი Ten & Glow და გვაქვს აი ესეთი შოკოლადის ფერები რო იყვნენ. ანუ ის თავარი მზის ხაზი შეინარჩუნეთ, იმიტომ რომ თქვენი საბჭო ბარათი იყო. აუცილებლად და გამომრავალფეროვნე და კიდე სულ ახალი და ცხელცხელი აი ეს ბრონზერი ქართლის დედის, რომელიც ლოსიონია, რომელიც გვისია ორივე ზეთოვანი არ არის და მყისიერად შეიწოვება. ავტორუჯიც გვაქვს. ყველა ასაკისთვის იდეალურია, აი თინეიჯერებს ბანკეტები რომ აქვთ და ასე შემდეგ, თან სწრაფად რომ მიიღოთ, ერთ დღეში რომ გაირუჯო, მეორე დღეს ყავისფერი იყო, 1000-ზე მეტი ფორმულა გვაქვს შექმნილი ჩვენს ლაბორატორიას და აი რვეულები გვაქვს, აი ესე დასტა და პროგრამა გადაჭედილია უამრავი ტესტით და დაფეილებული ტრადიციებს მიეძღვენი. მივეძღვენით და გავეთანამედროვოთ ყველაფერი და ყველაზე ინოვაციური და ტრენდული რაც არის მსოფლიოში, ვცდილობთ რომ ყველაფერი დავხსნათ. ეს არის ბაზა, მაკიაჟის წინ ბაზა, ხო იცით რა მნიშვნელოვანია? ანუ ეს არის თავარი დამცავი გარსის, ეს არის თავარი, არ ვიცი, მე ბრონს ვეძახი, რომ სახის კანის ბრონი, რომ მთელი ეს ჭუჭყი მე დღის განმავლობაში რომ დააკრიფო და ჩვენ განსაკუთრებით წელიწამყვარებს და ვისაც მაკიაჟი უყვართ, გვჭირდება ეს იმ ბაზა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბაზა, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს, ანუ მხოლოდ დამცავი არ არის, ის პლუს მკურნალობს სახეს ამ მაკიაჟის ქვეშ და ამისთვის არის შექმნილი კრემი. აბა აქვს პრიალება და გლოვინგ ეფექტი? ხედავთ სხვაობას? აჩვენე რა სხვაობა, რამდენად პრიალებს აქვს. ამას და ამას შორის. და მასევე სასტუმროებს ემსახურებით. ანუ ეს ნიშნავს რას მომსახურება, რას გულისხმობს? ჩვენ ვქმნით როგორც სპა მიმართულებით სრულ სპა კოლექციას, საავტორო ხაზებს ვუქმნით. 3 წელზე მეტია ჭრელაბანოს ვუქმნით თავისი ბრენდის და ბალნეოლოგიური არის, იმიტომ რომ სამედიცინო ხაზია მთლიანად. და ბალნეოლოგიურში ჩვენი სკრაბები, სამასაჟეზეთები უკვე წლებია, რაც ჩვენ პარტნიორები ვართ. თმის ხაზებს საუბრობდით და ეს არის როზმარინი, რომელიც უკვე გამოიყენეთ. ყველაზე მთავარი ინგრედიენტი თმის მოვლის ხაზში კი. კი, და უსულფატო და უსილიკონო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ფრანგული ინგრედიენტები გვაქვს თმის დამცავი ბარიერისთვის ჩაინტეგრირებული სილიკონის ნაცვლად. ეს არის კრამბაბისინიკას ზეთი და ფიტოსტეროლ ესტარი. ეს არის ბარიერი სილიკონის ალტერნატივა. ღუჯად რო ჩამომდიოდა თმა, პირველივე გამოყენებისთანავე ჩემთვის მაგ შექმნილი ნანოკაი. ეს არის თმის ზეთი.
ადე ნატურალურობის გასთან როგორ აქ ვარ ნახეთ ბალახი რო ყია შეგინთან ნატურალურია 10 მაღაზია გვაქვს და ყველა მოლში ვართ ფაქტობრივად თბილისი მოლში ახალი ფილიალი გავაკეთეთ ყველა 50 ჩეკზე გათამაშების ერთი ბილეთი აქვს მომხმარებლებს და 18 აგვისტოს ერთი ადამიანი უნდა გაბედნიერდეს ყოველ წელს ვაჯილდოვებთ ხოლმე ჩვენ მომხმარებლებს და ახლა ვუშვებთ ესპანეთში 18 აგვისტოს ბილეთების შეგროვება შეუძლია კი მიდის და იმდენი ბილეთი გვაქვს უკვე მოგროვებული აი რაც წაისვი. რომელი ერთი ნახო იმ შეყარება აი ეს. რომელიმე პროდუქტზე შეგიძლია თქვა რომ ერთი ნახვით შეყარება? თუ მკითხავენ რა არის ერთი ნახვით შეყარება, ეს არის. მაგდა არის დავით აბულაძის შვილი. შესაბამისად მამის ოპერაციის გავლენა და მამის ნიჭის გავლენა მასე არ ვიცი რამდენი წელია უკვე ეფექტურად მუშაობს 4 წელი. ზოგადად ხო ამბობენ რომ ეს ოპერაცია თავიდან რო კეთდება ეფექტურია, მაგრამ მისი შენარჩუნებაა პრობლემა და მე მგონია რომ ხარ კარგი მაგალითი თუ 4 არ არის ჯერ კიდევ ის დრო. არა 4 წელი უკვე საკმაოდ კარგი დრო არის. მე დავიკალე 40 კილო. შენარჩუნება ძირითადად უკვე მეორე წლიდან იწყება ეს ფაზა, იმიტომ რომ პირველი წელიწადი ნახევარი მიდის აქტიური კლება და შემდგომ უკვე გადადის პაციენტი შენარჩუნების ფაზაში. არიან პაციენტები, რომლებიც უჩივიან რაღაც მომენტში წონის მატებას, ოპერაცია ცვლის ანატომიას, მაგრამ არ ცვლის გონებას, აქედან გამომდინარე. მე თვითონ ჩემ თავში მაშინ გადავწყვიტა ეს ოპერაცია გამეკეთებინა, როდესაც უკვე მზად ვიყავი ფსიქოლოგიურად, ასევე აი როგორ ხდება ადამიანის ფსიქოლოგიური მზადყოფნას მაგდა? ალბათ ყველანაირი შიში გიქრება, ყველანაირი ეჭვი გიქრება, როდესაც უკვე 100%-ით დარწმუნებული ხარ, რომ ეს არის მართლა რაც გინდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიდან გამომდინარე იღებ ამ გადაწყვეტილებას და არა მხოლოდ ესთეტიკური მხრივ. მე ჩემ შემთხვევაში მაგალითად იყო პრედიაბეტის უკვე კანდიდატი ვიყავი, დიაბეტის კანდიდატი ვიყავი და აქედან გამომდინარე დავითმა და ასევე დედაჩემის ძალიან ესეთი ხარდაჭერით. ზოგადად დედაშენის როლი ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია. დავითის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ სინამდვილეში ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენთან გამონაკლისს ამ დროს წინას და უკანაც დგას. კი, მან შექმნა მთელი ამ ხელა ეს ინდუსტრია. კი, ჩვენი კლინიკის დირექტორი არის დედაჩემი თვითონ და მის შექმნილი არის მართლა კედლებიდან დაწყებული. კი, ნულიდან დაიწყო შექმნა 2015 წელს. ჩვენ გავხსენით დავით აბულაძის ქართული იტალიური კლინიკა. მეც როგორც უფროსი მენეჯერი და პაციენტების მენეჯერი უკვე ბარიატრიული მიმართულებითაც და ისედაც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ხარში დაუდგე როგორც პაციენტებს ჩემი პირადი გამოცდილება გაუზიარო, რაც მთავარია. და სხვათა შორის ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ამაზე ამის მერე ნდობა კიდევ უფრო მეტად, როდესაც დავითმა თავის 4 შვილს გაუკეთა ოპერაცია და ამას რო იგებენ, მე უკვე ყველანაირი შიში უქრებათ ხოლმე იმდენად. 4 შვილს ესეც შედეგი აქვს? კი, ძალიან ბევრი პაციენტი მეკითხება ხოლმე, რომ აი რა რეჟიმი გაქვს, როგორ იკვებები, რასიცა, დაწერილიც მაქვს ყველაფერი, რაღაც კვებითი სახელმძღვანელოდ შექმნილი მაქვს, რომელსაც უზიარებ ხოლმე პაციენტებს, ვინც წერენ და ასევე მეკითხებიან ჩემს ასე ვთქვათ გამოცდილებას და გარდა ამისა დანამატებით ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა უკვე ნელ-ნელა ჩვენი არა მარტო დავითი თავიდანვე ნიშნავდა ამ ყველაფერს და სხვა ექიმებისთანაც წამოვიდა ეს ტენდენცია, რომ უკვე პაციენტებს ათვიცნობიერებენ იმაში, რომ ამ ოპერაციის მერე შეიძლება დიაბეტის წამლები, წნევის წამლები ესენი არ დასჭირდეთ, აღარ დასჭირდეთ, მაგრამ მულტივიტამინები და პროტეინი და ცილოვანი დანამატები, მით უმეტეს ვინც თქვათ ბაიპასის ოპერაციას იკეთებს, მთელი ცხოვრება სჭირდებათ. სლივის შემთხვევაში ხო მაგალითად პირადად სლივი მაქვს გაკეთებული და 6 თვეში ერთხელ მაინც მიწევს რომ მივიღო ეს დანამატები. ცხოვრების შეცვლა მაინტერესებს, იცი, როცა მე სხვანაირად ანათებ. სხვა იმპულსები გაქვს, ცხოვრებას თითქოს თავიდან იწყებ. ყველაფერი გიხარია. ხიარული მანამდეც ვიყავი, ვერ ვიტყვი რომ მაგრამ ეხლა უფრო თავდაჯერებული თავარი არაღია შემდეგ მე სწორი პროცესების მართვაში. თავდაჯერებული უფრო აი მაგალითად სანამ ჭარბი წონა მქონდა მე პაციენტებს აი თვითონ
მე თვითონ დავბრუნდი საქართველოში ვისწავლე მაგისტრატურაზე, ესპანეთში ვსწავლობდი და 2020 წელს დავბრუნდი აი კოვიდის პერიოდში და ისე მომიწია მაშინ ონლაინ მუშაობდი, ონლაინ ჩავერთვე ჯერ კლინიკის ამბებში და ძალიან კომფორტულად ვიყავი, რომ პაციენტები ვერ ხედავდნენ, რომ ეს ჭარბწონიანი ველაპარაკებს. და იმდენად გულთამი მქონდა მათი ისინი და ყველა ჯერზე რომ პაციენტებს ამ პრობლემებზე ვესაუბრობ და ეხო მეც ესე ვარ და რაღაც ამანაც მოცა მე უკვე ის რომ აი მეც მინდოდა რომ ეს ყველაფერი გადამელახა და რაღაც ახალი ცხოვრება დამეწყა და მე უკვე როდესაც მეც დავიკელი წონაში პაციენტებთან შეხვედრად თუნდაც არა მარტო Facebook-ით და თქვა WhatsApp-ით საუბარი არამედ ფიზიკურად ესეც აღარ მერიდებოდა პირიქით. მორიდების გარდა რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს, როდესაც საკუთარ გამოცდილებას ზიარე ვიცი რაზე ელაპარაკები. აბსოლუტურად ყველანაირ რჩევს ვაძლევ ხოლმე, რაც კი შემიძლია რომ მივცე და ძალიან მადლობლები არიან ხოლმე სხვათა შორის ამას ძალიან ბევრი აღნიშნა, თქვა არ არის ეს რომ გაიკეთე ოპერაცია და всё აღარ შეგვეხმიანოს. მე ჩვენ კონტაქტი გვაქვს სულ საერთო ჯგუფები გვაქვს სადაც ვესაუბრებით უშუალოდ ინდივიდუალურად პაციენტებს და თუ კი რაიმე დასჭირდებათ, ვიბარებთ მე გეგმიურ კვლევებზე და ძალიან ყურადღებით აწყობილი გვაქვს ეს მენეჯმენტი. თუნდაც ეს კვებითი სახელმძღვანელოები რაც გვაქვს, რომ აი პაციენტებმა იციან, რომ დეტალურად რომელ ფაზაში, რომელ დღეს, რომელ საათზე რა უნდა მიირთმან. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია და აი დეტალურად გვეკითხებიან ყველაფერს, თუ კი რაიმე პროდუქტი ვერ მიიღეს, ან ის ამაზეც ძალიან მადლობლები არიან ხოლმე, რომ სახელმძღვანელოს შექმნაში მე დავითთან და ზოგადად საერთაშორისო გაიდლაინების გათვალისწინებით შევქმნით ეს და ძალიან კარგად მუშაობს და პაციენტებსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს. PSP ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გააკეთა კორეული ბრენდების კუთხე და ზოგადად ცდილობს, რომ შემოიტანოს ისეთი ბრენდები, რომელიც კორეაშიც პოპულარულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მეორე მესამე ხარისხოვანი ბრენდების შემოტანა არ არის რთული ამბავი, მაგრამ კორეაში პოპულარობით სარგებლობს ძალიან ცოტა ბრენდი. იმიტომ რომ თქვენ იცით რომ კორეელი ქალები განებივრებულები არიან სახის მოვლის პროდუქტებით, ქუჩაში რომ დადიხარ, ეს იყო ჩემი აღმოჩენა, როდესაც გამოდიან და ესეთ პროდუქტებს ხელში გაწოდებენ. იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელი კონკურენციაა, მაგრამ აი ამ წარმოუდგენელ კონკურენციაში არსებობს განსაკუთრებული ბრენდი, რომელმაც ადგილი უკვე დაიკავათ კორეაში, კორეელ ქალებში. რაც ნიშნავს იმას, რომ გაიარა ბევრი ტესტირება, სამეცნიერო კვლევა ჩატარდა და კორეელები, რომლებიც რთულად რწმუნდებიან ბრენდების პოპულარობაში და აუცილებლობაში, უკვე დარწმუნდნენ იმაში, რომ ის კონკრეტული ბრენდი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, იმსახურებს იმ ადგილას ყოფნას. ხო და PSP-ს აქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ ასეთი ბრენდები შემოიყვანოს საქართველოში, კოსარექსი მიშა თქვენ გახსოვთ, ისევე როგორც მიზონი, ეს არის ბრენდები, რომელიც წინა ხაზზე დგომას და ყოფნას იმსახურებენ იმ ქვეყანაშიც კი, რომელი ქვეყანაც ქმნის დღეში ალბათ ასობით ახალ პროდუქტს და ათასობით ახალ პროდუქტს, უფრო სწორი იქნება. და ახლა უკვე PSP-მ უნდა იამაყოს, რომ ჩვენთვის შემოიტანა Manios ბრენდი, რომელიც წლების განმავლობაში 2012 წელს შეიქმნა კორეაში და წლების განმავლობაში დღემდე ინარჩუნებს ბაზარზე ლიდერის პოზიციას და ეს არის Manios ყველაზე ესეთი ცნობილი მაკიაჟის მომცლელი, ზეთოვანი, ვერც ერთმა კორეულმა ბრენდმა ვერ ჩაანაცვლა კლინსერი, ანუ გამწმენდი, მიუხედავად იმისა, რომ ზეთოვანია, აკნეს არ აღიზიანებს, მოკლედ შეიცავს ბევრ ისეთ თვისებას, რაც ამ ქვეყნის და ზოგადად ამ ქვეყნის კი არა მსოფლიოში ქალების უმრავლესობისთვის მისაღები აღმოჩნდა. Manio არის მათთვის, ვისაც უყვარს ერთგვაროვანი სახისფერი, რომ ადამიანებისთვის, ქალებისთვის და არა მხოლოდ ქალებისთვის, კაცებისთვის, რომლებიც ებრძვით პიგმენტურ ლაქებს და ასევე რუჯის შემდეგ ლაქებს და რატომ გადავწყვეტოთ, რომ აგვისტოში გაგაცნოთ Manio? იმიტომ რომ რუჯის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი რუტინით ვებრძვით რუჯის შემდეგ დატოვებულ ლაქებს, ამ პიგმენტურს განსაკუთრებით და ამიტომაც გადავწყვეტოთ, რომ ყველაზე სწორი იქნება, რომ აგვისტოში იცოდეთ ამ ბრენდის შესახებ, რომელიც ზრუნავს, რომ თქვენი სახისკანი იყოს ერთგვაროვანი, ოქროსფერი, ლაქების გარეშე. ეს არის ის ბრენდი, რომელიც კორეული კონკურენციის პირობებშიც კი ლიდერია თავის მოვლის საშუალებებში და ამიტომ მე ვილოცავ PSP-ს, რომ ეს ბრენდი არის მათ თაროებზე და ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდება არა მხოლოდ გამოწერით, არამედ უკვე PSP-ში მისულით და იყიდვით.